ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით საქართველოში დემოკრატიული უკუსლა ღრმად შემაშფოთებელია და პარტნიორებს ქართული ოცნების სამწუხარო ქმედებების წინააღმდეგ მკაფიო ერთობა აქვთ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა პარიზში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საქართველოს საკითხზეც ისაუბრეს. როგორც ბლინკენმა თქვა, ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესება პარტიის რეპრესიული ქმედებებისა და არჩევნების შედეგია, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა. ჩვენ ვიმსჯელეთ საქართველოსთან დაკავშირებითად. საფრანგეთიც და ამერიკის შეერთებული შტატებიც ხედავს დემოკრატიულ უკუსლას. ეს ღრმად შემაშფოთებელია. არა მხოლოდ დემოკრატიულ უკუსლას, არამედ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებისაგან შეტრიალებას, მისწრაფებისაგან, რომ შექმნან მომავალი, რომელიც სულ უფრო და უფრო ახლო იქნება ევროპასთან. ასე რომ მას შემდეგ, რაც დემოკრატიის უკუსლა დავინახეთ, მას შემდეგ, რაც დავინახეთ მთავრობა, რომელიც ხალხის ცხადინების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მას შემდეგ, რაც დავინახეთ არჩევნები, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა, მას შემდეგ, რაც დავინახეთ მთავრობის რეპრესიული ქმედებები ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც თავისუფლად და ღიად საუბარი სურს, ჩვენ, ისევე როგორც ჩვენმა პარტნიორებმა ქმედებები განვახორციელეთ, დავასანქცირეთ ქართული ოცნების პარტიის ლიდერი ივანიშვილი, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრები. შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისადმი ამერიკული დახმარება. ეუთოში თითქმის ყველა ჩვენს პარტნიორთან, მათ შორის საფრანგეთთან ერთად მუშაობით, ჩვენ ვენის მექანიზმი ავამოქმედეთ ეუთოში, რათა ასევე ნათელი გაგვეხადა, რომ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის კანონმდებლობა, რომელიც ძალიან ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვის და ქმედებების თავისუფლებისთვის სივრცეს, უნდა შეიცვალოს. ასე რომ მგონია, ხედავთ მიზნის გარშემო ცხად ერთიანობას ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის, რომლებიც საქართველოს მთავრობის ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე დგანან. ბლინკენის ამ განცხადებას წინ უძღოდა 43 უცხოელი პოლიტიკოსის განცხადება. ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები და ყოფილი მაღალჩინოსნები თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მოუწოდებენ თავის შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისაგან, სანამ ის თავისუფალ და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდება. დოკუმენტზე ხელმომწერები ასევე მოითხოვენ ერთიან სანქციებს ქართული ოცნების წინააღმდეგ. ჩვენ ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი მაღალჩინოსნები მთელი პოლიტიკური სპექტრიდან თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მოუწოდებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მოითხოვონ და უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი. ასევე მოუწოდებთ ერთიანი პოლიტიკისკენ, რომ არავითარი მაღალი დონის შეხვედრები არ უნდა შედგეს თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებსა და ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის, მანამდე სანამ ის ახალ სათანადო მონიტორინგის მქონე და სათანადოდ ჩატარებულ არჩევნებს არ დათანხმდება. დამატებით ჩვენ ერთიანი სანქციებისკენ მოუწოდებთ ივანიშვილის რეჟიმის, ქართული ოცნების ოფიციალური პირებისა და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტს. ივანიშვილის პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ლეგიტიმური შეშფოთებების იგნორირება აირჩია. ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო შეკრიბა ცალმხრივად აირჩია ახალი პრეზიდენტი. მათ სისასტიკით უპასუხეს ასობით 1000 დემონსტრანტის ღამის პროტესტებს. ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოითხოვს. ჩვენ მათ გვერდში უნდა დავუდგეთ.